სალამი, მე ქრისტინა ვარ და დღევანდელი საპრეზენტაციო თემა იქნება ევროკავშირის AI აქტი, პროცესი, რომელიც ისტორიაში შევიდა. შესავალ ნაწილში მოგიყვებით თუ როგორ შეეცადა ევროკავშირი წესრიგის დამყარებას ხელოვნური ინტელექტის AI-ის სფეროში. AI უკვე ყველგან გავრცელდა, მაგრამ მის მოხმარებასთან დაკავშირებული წესები ფაქტობრივად არ არსებობდა. ევროკავშირმა თქვა, სანამ ეს ტექნოლოგია ჩვენზე წინ გაიქცევა, მოდი მასში ცოტა წესრიგი შევიტანოთ და სწორედ ასე დაიწყო მთელი ეს დიდი ისტორია. რატომ უწოდეს ამ ინიციატივას პროექტი და არა უბრალოდ კანონ პროექტი? იმიტომ რომ ეს იყო მრავალწლიანი სტრუქტურირებული პროცესი, მკაფიო მიზნებით, ვადებით, საკვანძო ეტაპებით, ანუ მაილსტოუნებით და შუალედური შეფასებებით, ფაქტობრივად ევროკავშირმა AI აქტი იმავე ციკლით აწყო, როგორც ნებისმიერი დიდი კომპლექსური პროექტია. იდეიდან გეგმის შექმნამდე, შესრულებამდე, მონიტორინგამდე და საბოლოო დახურვამდე. ამ პროექტს ორმაგი მიზანი ჰქონდა. მის გულში ორი ძირითადი პრინციპი იდო: მოქალაქეების დაცვა და ინოვაციების მხარდაჭერა. ევროკავშირი ამბობდა, AI შესანიშნავია, მაგრამ ადამიანებზე ცუდი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოსო. ამავდროულად მათ არ სურდათ, რომ კომპანიებისთვის ხელფეხიც კი შეეკრათ. მოკლედ, ეს იყო ბალანსი უსაფრთხოებასა და პროგრესს შორის. რატომ გახდა საერთოდ აუცილებელი ეს პროექტი? 2018 და 2023 წლებში აქტიურად დაიწყო AI-ის გამოყენება ისეთ სფეროებში, სადაც შეცდომები ან მიკერძოებას შეიძლებოდა სერიოზული ზიანი მიეყენებინა მოქალაქეებისთვის. დასაქმება, კრედიტუნარიანობა, სახელმწიფო სერვისები და სამართალდამცავი ორგანოები, ჯანდაცვა. დასაქმება და კრედიტუნარიანობას რაც შეეხება, ამ სფეროში ალგორითმები იღებდნენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, ვინ უნდა აიყვანონ სამსახურში, ან ვის მისცენ სესხი. ხშირად ეს ალგორითმები მიკერძოებული იყო რასის, სქესის, ან საერთოდ დაუცველი ჯგუფების მიმართ. სახელმწიფო სერვისებისა და სამართალდამცავი ორგანოების ნაწილში, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვამ საფრთხე შეუქმნა მოქალაქეთა კონფიდენციალურობას და თავისუფლებას. ჯანდაცვის ნაწილში კი AI სისტემები დიაგნოზებს სვამდნენ. ამ შეცდომას შეეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანი მიეყენებინა. ევროკავშირმა დაინახა, რომ თუ ჩარჩოში არ მოაქცევდა ამ ყველაფერს, მაშინ ის კონტროლს დაკარგავდა. ამიტომ კანონს ნამდვილად თავისი დრო ჰქონდა. რაც შეეხება რისკების კატეგორიზაციას, ევროკავშირმა აირჩია მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური მიდგომა. AI-ის 4 კატეგორიად დაყოფა რისკების მიხედვით. აკრძალული, ანუ ტექნოლოგია, რომელსაც შეიძლებოდა პირდაპირ ზიანი მიეყენებინა ადამიანისთვის, მაგალითად სოციალური ქულების მინიჭება. ჯანდაცვა, ტრანსპორტი და კრედიტების გამცემის სისტემები მაღალ რისკში მოიაზრებოდა. შეზღუდული. აქ საკმარისი იყო გამჭვირვალეობა და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის. მინიმალური, ჩვეულებრივი აპლიკაციები, რომელთა თავისუფლად გამოყენებაც შეიძლებოდა. ლოგიკა მარტივია. რაც უფრო მაღალი იყო რისკი, მით უფრო მკაცრი იყო მოთხოვნები. მონაწილე მხარეები. რაც შეეხება მონაწილე მხარეებს, ანუ სტეიქჰოლდერებს, ამ პროცესში მხოლოდ პოლიტიკოსები არ იყვნენ ჩართულნი. მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, სამინისტროს დონის წარმომადგენლები, მსხვილი კომპანიები, სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები და მოქალაქეები. რადგან AI ყველას ეხებოდა. ამიტომაც წესებიც ისე დაიწერა, რომ მთელ ეკოსისტემას მოერგო. რა იყო ინფრასტრუქტურა? აქტი მხოლოდ წესების ჩამონათვალი არ გამოდგა. ევროკავშირმა თქვა, თუ წესებს ვაწესებთ, ტექნოლოგიური საფუძვლებით უნდა შევქმნათ. ამისთვის დააინიცირა სუპერკომპიუტერები, AI კვლევითი ლაბორატორიები, AI ჰაბები, შექმნა ადგილები, სადაც კომპანიები უსაფრთხოდ ტესტავდნენ თავიანთ სისტემებს. მესიჯი მარტივი იყო, შექმენით, მაგრამ უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. რაც შეეხება მმართველობასა და ვადებს, იმისათვის, რომ სისტემას გამართულად ემუშავა, შეიქმნა AI ოფისი. დიახ, ცენტრალური ორგანო, რომელიც ზედამხედველობას განახორციელებდა. თითოეულ ქვეყანაში ასევე დაინიშნა ეროვნული მარეგულირებელი. ყველაფერი ეტაპობრივად შევიდა ძალაში, რათა
ბიზნესებს დრო ჰქონოდათ მოსამზადებლად, რომ სტაბილურად დალაგებულიყო ეს პროცესები. რაც შეეხება შესრულების ნაწილს, როცა გეგმები უკვე ჩამოყალიბდა, დაიწყო პრაქტიკული მუშაობა. იურისტებმა საბოლოო ტესტები მოამზადეს. კომპანიები ჩაერთვნენ ამ ტესტირებაში. რეგულატორებმა კი გაიარეს ტრენინგები. ამ ეტაპებზე უკვე იდეები გადავიდა რეალურ ყოველდღიურ პროცესებში. აი ჩვენ რომ ოპერაციებს ვეძახით, მაგ ნაწილში. ყანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი დაიწყო მონიტორინგი. ამოწმებდნენ დიდ მოდელებს ჰქონდათ თუ არა მიკერძოება, მონაცემების პრობლემები ან არაპროგნოზირებადი ქცევა. ეს თითქმის პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგს ჰგავდა უბრალოდ სახელმწიფოს მასშტაბებით. ჯერა! რაც შეეხება პროექტის დახურვას, 2024 წელს კანონი ოფიციალურად მიიღეს, რაც პროექტის ფორმალურ დასრულებას გულისხმობდა. თუმცა რეალურად ამის შემდეგ დაიწყო მისი ცხოვრება. ყოველდღიური გამოყენება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება. დღეს ევროკავშირს აქვს მსოფლიოში პირველი სრულყოფილი AI კანონმდებლობა. ეს ნიშნავს უსაფრთხო გარემოს, მეტ გამჭვირვალეობას, მკაფიო სტანდარტებსა და ძლიერი ინოვაციების მხარდაჭერას. ეს რეგულაცია უკვე აღიარებულია როგორც გლობალური პრეცედენტი. რაც შეეხება პროექტის ციკლის ინტეგრაცია. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, AI აქტმა ზუსტად გაიარა პროექტის მართვის კლასიკური სასიცოცხლო ციკლი. ინიცირება, დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და დახურვა. ეს არის სახელმძღვანელოსებრი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლებოდა უზარმაზარი პოლიტიკურ ტექნოლოგიური ინიციატივა პროექტის მეთოდოლოგიით წარმართულიყო. ამ ყველაფრის უკან იდო უზარმაზარი რესურსი, მილიარდები, ათასობით სპეციალისტი, კვლევითი ცენტრები და 27 ქვეყნის კოორდინაცია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტი, რომელიც ევროკავშირს ოდესმე განუხორციელებია. მადლობა ყურადღებისთვის.